აფრიკის უდიდესი ქალაქიდან ქაიროდან 42 კილომეტრში 6,800,000 კვადრატულ მეტრზე ახალი ქალაქი შენდება. ჯირიანი ასე ქვია მასშტაბურ პროექტს, რომელიც ეგვიპტეში უნდა განხორციელდეს და ის სრულად ახალ ინოვაციურ ურბანული განვითარების გარდამტეხ პროექტს წარმოადგენს. ჯირიანის მიზანი უდაბნოს დასავლეთის ნაწილის ცოცხალ და მდგრად ქალაქად გარდაქმნა. როგორც პროექტის აღწერა ამბობს, ჯირიანმა ლუქს კლასის საცხოვრებელი ზონები, კომერციული უბნები და აგრარული პროექტები უნდა გააერთიანოს. ქალაქის მთავარი იდეა კი ნილოსის ახალი განშტოების უდაბნოში გადატანა, რაც ნიადაგის გაახლებას და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოვრების პირობების შექმნას გულისხმობს. თავად სახელი ჯირიანი არაბულად დინებას ნიშნავს, რაც სიმბოლურად წყლის, ბუნებისა და ქალაქური ცხოვრების ჰარმონიულ შერწყმას გულისხმობს. პროექტი სავარაუდოდ მილიარდობით დოლარი დაჯდება, თუმცა ამ დროისთვის ჯირიანის ზუსტი ღირებულება არ გასაჯაროვებულა. ცნობილია, რომ პროექტის სამი კერძო დეველოპერის Palm Hills, Mountain Views და Nation of Skies, ასევე სახელმწიფოსთან აფილირებული კომპანიის თანამშრომლობით ხორციელდება. ჯირიანის იდეა ცნობილ ეგვიპტელ მეცნიერს დოქტორ ფარუკ ელ-ბაზს ეკუთვნის, რომელსაც ეგვიპტის მთავრობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შედეგად ჯირიანი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალ ნილოსის დერეფანზე აშენდება. ეგვიპტის ახალი ქალაქი ნილოსის წყლით ყოველდღიურად მომარაგდება. წყლის ნაწილი ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას და აგრარულ პროექტს მოხმარდება. ქალაქის 30% სრულად პარკებსა და ბუნებრივ ზონებს გააერთიანებს. ჯირიანში მზის ენერგიასა და წყლის გადამუშავების თანამედროვე სისტემებს გამოიყენებენ. ქალაქში მძიმე მრეწველობა აიკრძალება. გადაადგილება კი მხოლოდ ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. ჯირიანი საცხოვრებელ ლუქს ვილებს, ბინებს და ტაუნჰაუსებს გააერთიანებს. თითოეული მათგანი თანამედროვე არქიტექტურითა და სმარტ სისტემებით იქნება აღჭურვილი. ადგილზე სავაჭრო პუნქტებითა და საკვების სივრცეებით დატვირთული უბნები მოეწყობა. ჯირიანში სპორტული ცენტრები, კლინიკები, სკოლები და უნივერსიტეტები განთავსდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯირიანის ხარჯზე ეგვიპტეს სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას 25%-ით გაზრდის, რადგან 2,200,000 აკრის ტერიტორიაზე დიდი მოსავლის მქონე კულტურები გაშენდება. ამასთან მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურაც უნდა მოეწყოს. ჯირიანი გააერთიანებს სპეციალურ ზონებს საკვები პროდუქტის გადამუშავებისა და ლოგისტიკისთვის. ჯირიანი თანამედროვე და მდგრადი ურბანული განვითარების უნიკალური მაგალითია. მისი სტრატეგიული მდებარეობა, გონივრული დაგეგმა და ეკოლოგიური მიდგომა მას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოტენციურად რეგიონში ყველაზე გავლენიან პროექტად აქცევს. ახალი ეგვიპტური ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პროექტი რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი ეტაპი კი სავარაუდოდ 2026 წელს დასრულდება.